ესე იგი, რასაც ახლა მოგიყვებით, მე არ გამიგია არაფერი მსგავსი. უფრო სწორედ როგორ არა, მაგრამ ნუ აი ახლა ეს ნახეთ. მოკლედ ამ ლავრენტის კენტერბერის მთავარეპისკოპოსი იმავე ღამეს ეცხადება პეტრე მოციქული. პეტრე მოციქული ეცხადება შოლტით ხელში და ესე იგი ცემს უბოწყალოთ, ურტყამს რაღაც საშინლად რა ზურგში ამ მათრახს და ეუბნება ეს რა გადაწყვიტეო, შენო ამას რა ეს რა გააკეთეო. შენო მე არ გახსოვსო ჩემი ცხოვრებაო და მაცხოვარმაო სამჯერ რომ მითხრაო რომ დამწყსენ ცხოვრნი ჩემნიო და შენ აი შენ ჩააბარებულ ცხოვრებს ვის უტოვებო კაცო გლებსო ხო არ ის ახარებაში იქაც არის რომ ვისაც არ გავლინო თქვენ თერცა ცხოვრთა შორის გელთა და მოკლედ ამ ცხოვრებს აბარებს და ნუ ცხოვრებზე გლებს აქტკვილები ალესელი და რა საკეთებო ხო და მეო ესე იგი არ მიმიტოვებიაო ჩემი ცხოვრებიო პეტრემ თქვა და მათი გულისთვისო ბევრი ტანჯვაც დავითმინეო და ჯვარზეც გავეკარიო მოკვდიო და კიდევ კარგი რომ ესე გავაკეთე იმიტომ რომ მათთან ერთად თანაგვირგვინოსანი ვიქმენიო ამ ჩემს სულიერ ცხოვრებთან ცხოვრდა შენ კიდევ ცემს მოკლედ და ამა გაიღვიძა ლავრენტი ესე იგი აბსოლუტურ შოკში ხარ როგორი საქმე რომ პეტრე ქცევოს მათრახით ხო და გაიღვიძა და ესე იგი არა და დასისხლიანებული აქვს ეს ზურგი ხო და ედელბერტთან წავიდა მეფესთან პირდაპირ მიიღება ითხოვა და შევიდა და უთხრა რომ მეფეო ძალიან ცუდად არის საქმეო ამოთხრა გჭირსო ხო და აი შეხედეო და ზურგი აჩვენა და რა არისო ეს ამან ვერ წარმოიდგინა ხა კი კერპებს წირავდა კი რაღაც მაგრამ ნუ ხა ნუ კენტერბერის მთავარეპისკოპოსია რა ფაქტიურად როგორ გითხრათ ხა რომის პაპია იქით აქეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქია და აი ხარი კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ძალიან დიდი თანამდებობის თუ რა ქვია დიდი ფიგურაა ძალიან პატივსაცემი ადამიანი და მოდის ნაცემი ვინ გამიბედა და პეტრე მოციქულმა გამიბედაო და მოუყვა ეს სიზმარი ნუ ამას შეეშინდა ძალიან იმ წუთშივე თავის უკანონო ცოლზე უარი თქვა და უთხრა რომ მე მზათა ვარო მოვინათლო და მართლაც ესე იგი მოამზადა ლავრენტიმ ედელბერტი და ედელბერტი მოინათლა